ალტერნატიული გზა უახლოეს მომავალში ქართულ მართლმსაჯულებაში კიდევ ერთი სიახლე მედიაციის ინსტიტუტი ამოქმედება. სისტემის ეფექტურობისთვის ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გერმანელი სპეციალისტები უზიარებენ. მედიატორების დახმარებით სამოქალაქო დავების მოგვარება სასამართლოსგან დამოუკიდებლად მოხდება. საქმის დეტალურად გაცნობის შემდეგ მედიატორი მოდავე მხარეებს მათთვის მისაღებ წინადადებებს შესთავაზებს. მედიატორების შესარცევი კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. აგერ აქვს სვეტლანა მიქელაძე, აწეს მამიდა ჩემის მაგივრად ხელს. დავა ანდერძის გარშემო სწორედ მაშინ დაიწყო, რაც ლია შუკაკიძემ დოკუმენტებზე სხვა პირის ხელმოწერა აღმოაჩინა. გარდაცვლილის ძმისშვილს მიაჩნია, რომ დოკუმენტები ქონების ამჟამინდელმა მეპატრონემ მისი მითვისების მიზნით განზრახ გააყალბა და სახლი $12,000-თან ერთად ხელში ჩაიგდო. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული კრიმინალების ჯგუფი არის, რომელიც მუშაობენ ასეთ ხალხსებიც მარტო ხელებიანად ბინაში ჩაწერილი არ ყავთ. დავანათესავებს შორის ქონების მესაკუთრის ნუნუ მოსიაშვილის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. საქმე სასამართლომდე მივიდა. საქალაქო სასამართლომ ბრალმდებელის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და ქონების მეპატრონედ მეორე ნათესავი ცნო. გარდაცვლილი სახლში დღეს ახალი მეპატრონეები ცხოვრობენ. სასამართლო დავების ეს ერთ-ერთი თემაა, რომლის განხილვაც მედიაციას დაექვემდებარება. მალე სარჩელის სასამართლოში შეტანის შემდეგ საქმე განსახილველად მედიატორს გადაეცემა. დავის მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება. ორივე მხარის ბრალდებების მოსმენის შემდეგ მედიატორი მათ კონკრეტულ წინადადებებს შესთავაზებს. ის მხარეებთან სამართლებრივ დავასთან ერთად პიროვნული დავის მოგვარებასაც შეეცდება. ევროპულ ქვეყნებში, ამერიკაში, მთელ მსოფლიოში ფაქტობრივად ძალიან პოპულარულია ეს ინსტიტუტი და არა მხოლოდ პოპულარულია, არამედ ძალიან კარგი შედეგებიც არის. მედიაციაზე გადაცემული საქმეების დაახლოებით 75-80% მთავრდება მხარეთა შეთანხმებით, ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღებით. დავის გადაწყვეტა 45 დღეში მოხდება. სასამართლო მედიაციის სამსახურის მუშაობა კანონით უკვე გაწერილია. მედიატორი მიუკერძოებელი ნეიტრალური პირი იქნება. მისი მთავარი დანიშნულება მხარეთა მორიგებაა. დავის დროს ნაკლებია სახელმწიფო ბაჟიც. მოდავე მხარე მხოლოდ 1%-ს იხდის. კანონით დადგინდა, რომ შეთანხმების მიღწევის შემდეგ გადახდილი თანხის 70% მხარეებს დაუბრუნდება. მედიაციის განსხვავებას დავის სასამართლო განხილვისაგან არის ის, რომ ამ შემთხვევაში მედიატორი არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება. იგი უბრალოდ აწარმოებს სტრუქტურირებულ მოლაპარაკებას მხარეთა შორის და მედიაციის მომხიბვლელობა სწორედ ის არის, რომ მხარეები თვითონ ირჩევენ იმ პირობებს, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღებია. საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის მიზანია გერმანიის გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებისთვის. მედიაცია ეს არის ყველაზე ქმედითი მოდელი მსოფლიოში. სისტემა მთლიანად მორგებულია დავების მარტივად გადაწყვეტაზე სასამართლოს გარეშე. სასამართლო მედიაცია აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში. ამერიკაში დავების მხოლოდ 5% აღწევს სასამართლომდე, გერმანიაში 10%. ევროპის ქვეყნებში მედიაცია წყდება საქმის 4080%. ახალი ინსტიტუტი საქართველოში კანონით უკვე ამოქმედდა. მედიატორების შესარჩევი კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. პირველ ეტაპზე 35 კანდიდატი შეირჩევა, საიდანაც მედიატორი 15 მათგანი გახდება.